რუბიო გახდა ნომერ პირველი სამიზნე კუბური პროპაგანდისტვის. მას შემდეგ რაც დიქტატურამ სცადა ამერიკული ზეწოლა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ შიშის კამპანიად ექცია. ამ სამშაბათ დილით 2026 წლის 9 ივნისს საქმემ კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა, რადგან ჰავანის შეტევა მარკო რუბიოს წინააღმდეგ გამოჩნდა ფაქტების თანმიმდევრობასთან ერთად, რომლებიც რეჟიმს შიგნიდანაც და გარედანაც ასუსტებს. დონალდ ტრამპს მიაწერეს ყალბი ინფორმაცია კუბელების სრული დეპორტაციის შესახებ. რუბიოზე თავდასხმები პროპაგანდის მასალებში ნაცისტურ შედარებებთან ერთად. ახალი სანქციები კუბური ელიტის წარმომადგენლებთან დაკავშირებულ პირებზე. რაულ კასტრო, აშშ-ს სასამართლოს ზეწოლის ქვეშ. რეჟიმს სურს გაყიდოს იმიჯი, თითქოს უცხოურ აგრესიას ეწინააღმდეგება. მაგრამ სინამდვილეში სხვა რამ ჩანს. რუბიო ამ ცენტრში იმიტომ შედის, რომ მისი სახელი ყველაზე მეტად აწუხებს ჰავანას ტრამპის ადმინისტრაციაში. ის იცნობს კუბურ მექანიზმს, საუბრობს ემიგრაციის პოლიტიკურ ენაზე და იცავს მკაცრ ხაზს კომუნისტური ხელმძღვანელობის წინააღმდეგ. აი სწორედ აქ ცდილობს დიქტატურა ისტორიას შეუცვალოს მიმართულება. უტევს მათ, ვინც რეჟიმზე ზეწოლას ახდენს და იცავს მათ, ვინც კუნძულს აკონტროლებს. რას სცადა კუბურმა პროპაგანდამ რუბიოს წინააღმდეგ? როგორ მოაქციეს ტრამპმა და რუბიომ ჰავანა კუთხეში ამ ახალ ეტაპზე? ახლავე ყველაფერს მოგიყვები. თუ ასეთი პირდაპირი და კონკრეტული კონტენტი მოგწონს, გამოიწერე არხი, რადგან აქ ასეთი ვიდეოები ყოველდღე გამოდის. ოფენზივა დაიწყო მცდელობით, რომ მარკო რუბიოს საზოგადოებრივ ბოროტმოქმედად ექციათ, ოფიციალური კუბური ნარატივის ფარგლებში, სოციალურ ქსელებში და რეჟიმის საკომუნიკაციო აპარატთან დაკავშირებულ კონტენტში გავრცელდა შეტევები ამერიკის სახელმწიფო მდივნისა და დონალდ ტრამპის წინააღმდეგ. ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული საკითხი იყო გავრცელება სავარაუდო ფრაზებისა, რომლებიც დონალდ ტრამპს მიაწერეს კუბელების სრული დეპორტაციის შესახებ. ეს გამოიყენეს იმისთვის, რომ შიში გაევრცელებინათ კუბელ ოჯახებში და შეექმნათ შთაბეჭდილება, თითქოს ვაშინგტონი კუბელი ხალხის წინააღმდეგ არის და არა დიქტატურის. ამ ტიპის ოპერაცია მარტივია. ჯერ ქმნიან გამანადგურებელ ფრაზას და ბოლოს სახელმწიფო მანქანა იყენებს შექმნილ პანიკას იმის სათქმელად, რომ მხოლოდ რეჟიმს შეუძლია შეუძლეობის დაცვა. მარკო რუბიო ამ ომის ცენტრში აღმოჩნდა, რადგან ის არის ამერიკული ზეწოლის პოლიტიკური სახე ჰავანას წინააღმდეგ. რეჟიმის რეაქცია მხოლოდ დიპლომატიურ დებატებში არ შემოიფარგლა. კუბელი ჟურნალისტების შორის ემიგრაციაში გავრცელებული ბრალდება მიუთითებს ასევე პლაკატებსა და შეტყობინებებზე, რომლებიც ცდილობენ რუბიოს ნაცისტად წარმოჩენას. ეს მანევრი მძიმეა, მაგრამ ახალი არ არის. დიქტატურებს ხშირად სჩვევიათ თავიანთი მოწინააღმდეგეების მონსტრებად მოხსენიება, რათა საკუთარი მარცხის შესახებ საუბარი აიცილონ. როცა დენი არ არის, საკვები არ არის, თავისუფლება არ არის და ელიტას კი პრივილეგიები უხვად აქვს, რეჟიმს სჭირდება გარემტრის შექმნა. რუბიო გახდა ეს სამიზნე, რადგან ზუსტად იმას წარმოადგენს, რასაც კუბის ხელმძღვანელობა ეშინია: სანქციები, გამოძიება, საერთაშორისო გამჭვირვალობა და პირდაპირი მოთხოვნები. ჰავანასთვის პრობლემა ის არის, რომ ბოლოდროინდელი ფაქტები დიქტატურის ნარატივს არ უწყობს ხელს. ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა მაისში გამოაცხადა რაულ კასტროსა და კიდევ 5 ბრალდებულის წინააღმდეგ ბრალის წაყენება, რომლებიც 1986 წელს ჯგუფ ჰერმანოს აურესკატეს 2 დაუცველი სამოქალაქო თვითმფრინავის ჩამოგდებაში მონაწილეობდნენ. რაულ კასტრო კვლავ გამოჩნდა ღონისძიებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროში, სადაც მას კუბური უსაფრთხოების წარმომადგენლები ეხვივნენ. მიგელ დიას კანელმა სცადა თავისი იმიჯის დაცვა ფრაზით, რომ რაული კუბაა და კუბას ვერავინ შეეხება. ეს სცენა ძალის ჩვენებისთვის იყო მოწყობილი, მაგრამ ამავდროულად შიშიც გამოავლინა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩვეულებრივი უწყება არ არის რეჟიმის ფარგლებში. ის დაკავშირებულია სახელმწიფო უსაფრთხოებასთან, შიდა რეპრესიასთან, პოლიტიკურ მეთვალყურეობასთან და მოსახლეობის კონტროლთან. ეს გზავნილი კიდევ უფრო ნათელი ხდება რაულ გილიერმო როდრიგეს კასტროს, რომელსაც ელ კანგრეხოს სახელით იცნობენ დასწრებით. რაულ კასტროს შულიშვილი ის სულ უფრო ხშირად ჩნდება როგორც მნიშვნელოვანი ფიგურა კუბური ელიტის კულისებში. მისი ფოტო მაღალი წოდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს გარემოში ამყარებს მოსაზრებას, რომ კასტროს ოჯახი ცდილობს გაამზადოს კონტროლირებადი ტრანზიცია, ისე რომ რეალური ძალაუფლება კუბელ ხალხს არ გადასცეს. რეჟიმი საუბრობს სუვერენიტეტზე, მაგრამ პრაქტიკა აჩვენებს დახურულ კასტას, სადაც გვარი, უნიფორმა, ბიზნესი და უსაფრთხოება ერთმანეთშია არეული. ამასობაში შეერთებულმა შტატებმა გააძლიერა ალიტის წინააღმდეგ წნეხი. ტრამპმა დააწესა ახალი სანქციები მიგელ დიას კანელის, მისი მეუღლის ლის კუესტას, მანუელ ანიდო კუესტას, კასტროს ოჯახთან დაკავშირებულ პირებზე და რეჟიმთან ასოცირებულ ორგანიზაციებზე. წნეხი მიმართულია მათზე, ვინც მართავს სისტემას, ვინც სარგებლობს მისით და ვინც იყენებს სახელმწიფოს პრივილეგიების შესანარჩუნებლად. ჰავანის უბნებსა და სხვა რეგიონებში ენერგიის ნაკლებობის წინააღმდეგ პროტესტები, კლოცდები კვლავ გამოჩნდა. არსებობს ცნობები, რომ ადგილობრივები საათობით ელექტროენერგიის გარეშე რჩებიან.
გაზის გარეშე და ელემენტარული პირობების გარეშე ნორმალური ცხოვრებისათვის. სწორედ ეს არღვევს ოფიციალურ განცხადებებს. რეჟიმი ყველაფერში ვაშინგტონს ადანაშაულებს, მაგრამ უკვე 10 წლეულებია კუბას მართავს, აკონტროლებს ეკონომიკას, აკონტროლებს მედიას, აკონტროლებს პოლიციას და აკონტროლებს ერთიან პარტიას. მიუხედავად ამისა, კიდევ მეტ დროს, მეტ მსხვერპლს და მეტ სიჩუმეს ითხოვს მოსახლეობისგან. დიას-კანელი ცდილობს ეკონომიკური გახსნის იდეის გაყიდვას, მაგრამ კერძო სექტორი, რომელსაც დიქტატურა იღებს, სინამდვილეში თავისუფალი არ არის. რაც ჩანს, ეს არის შერჩევითი, დაცული, კონტროლირებადი გახსნა, რომელიც ხშირად ახლოსაა იმ პირებთან, ვისაც ძალაუფლებაზე ცდომა აქვთ. დამოუკიდებელი მეწარმეები კვლავ შეზღუდულნი არიან, მაშინ როცა ელიტასთან დაკავშირებული სახელები პრივილეგიებით სარგებლობენ. ეს კონტრასტი ასევე გამოჩნდა რესპუბლიკელი კანდიდატის უიკ მელორის შეხვედრაზე რაულ გილერმო როდრიგეს კასტროსთან ჰავანაში. მელორმა განაცხადა, რომ მონაწილეობა მიიღო ორ საუბარში რაულ კასტროს შვილიშვილთან და ისაუბრა ბიზნესის შესაძლებლობებზე. კუბის მომავალი და ეკონომიკური გახსნა. ის იმოგზაურა როგორც კერძო მოქალაქემ და კანდიდატმა, არა როგორც ამერიკის მთავრობის წარმომადგენელმა. მიუხედავად ამისა, ეს სცენა გახდა საბაბი არასასიამოვნო კითხვისთვის. ვის აქვს უფლება ისაუბროს კუნძულის ეკონომიკურ მომავალზე კუბის ხალხს თუ იმ ოჯახურ წრეს, რომელიც რეჟიმის კულისებს აკონტროლებს? დიქტატურა ცდილობს ელ-კანგრეხო წარმოადგინოს როგორც ახალი ეტაპის სახე, ადამიანი, რომელსაც შეუძლია ისაუბროს ბიზნესზე და ცვლილებებზე, მაგრამ ეს იმიჯი წინააღმდეგობაში მოდის თავად კასტრიზმის სტრუქტურასთან. რეალური ტრანზიცია არ არსებობს, როცა ძალაუფლება ისევ იმავე ოჯახის, იმავე პარტიის და იმავე უსაფრთხოების ორგანოების ხელშია. ნამდვილი გახსნა არ არსებობს, როცა მედია კონტროლდება და მოქალაქეს თავისუფლად არ შეუძლია აერჩიოს, ვინ მართავს. რაც არსებობს, ეს არის მცდელობა, რომ ფასადი განახლდეს სისტემის გადასარჩენად. კამპანია რუბიოს წინააღმდეგ სწორედ ამ კონტექსტში უნდა განიმართოს. როცა ჰავანა ადანაშაულებს ხვირის და ცდილობს უკიდურესი იარლიხები მიაკრას სახელმწიფო მდივანს, ის რეაგირებს სივრცის დაკარგვაზე. დიქტატურა იცის, რომ კუბური დიასპორის მნიშვნელოვანი ნაწილი შეერთებულ შტატებში აკვირდება თითოეულ ნაბიჯს და სიმტკიცეს ითხოვს. ასევე იცის, რომ რევოლუციური წინააღმდეგობის ნარატივი უკვე აღარ არის ისეთი სასარგებლო, როგორც ადრე. დონალდ ტრამპი ამ ისტორიაში ჩნდება როგორც პრეზიდენტი, რომელმაც კუბა კვლავ პირდაპირ ზეწოლის ქვეშ დააბრუნა. მისი ხაზი ჰავანას არ განიხილავს როგორც ჩვეულებრივ მთავრობას ადმინისტრაციულ კრიზისში, არამედ როგორც კომუნისტურ დიქტატურას, რომელიც იარსებებს რეპრესიით, პროპაგანდით და ეკონომიკური კონტროლით. ეს ხედვა აძლიერებს რუბიოს და ღრმად აღიზიანებს რეჟიმს. ამიტომაც პროპაგანდა ცდილობს გამოხოს კუბელი ხალხი ამერიკული პოლიტიკისგან მიგრაციის შიშის გამოყენებით, დეპორტაციის შესახებ ჭორებით და მძიმე ბრალდებებით ტრამპის მთავრობის ფიგურების წინააღმდეგ. დიქტატურა სჭირდება, რომ ჩვეულებრივმა კუბელმა ვაშინგტონი საფრთხედ აღიქვას, რადგან თუ ის საკუთარ ელიტას დაინახავს პრობლემად, ოფიციალური დისკურსი o discurso oficial de Zaba. რუბიოს ნაცისტ მტრად გადაქცევის მცდელობა აჩვენებს პროპაგანდის ომის დონეს. ეს არის ბრალდება, რომელიც შოკის გამოწვევას ემსახურება და არა ახსნას. ეს ემსახურება რისხვის, დაბნეულობისა და შიშის გამოწვევას, მაგრამ ყოველ გადაჭარბებულ ნაბიჯზე რეჟიმი თავის სისუსტეს ამჟღავნებს. თუ ეკონომიკური შედეგი ექნებოდა საჩვენებელი, ხალხს საჭმელს აჩვენებდა. თუ თავისუფლება ექნებოდა საჩვენებელი, თავისუფალ არჩევნებს აჩვენებდა. თუ მას ხალხის სპონტანური მხარდაჭერა ექნებოდა, რაულ კასტროს უნიფორმიანი სამხედროებით, დაცვითა და სახელმწიფო ცერემონიებით არ შემოერთმებოდა. როცა რეალობა ძალიან მძიმე ხდება, პროპაგანდა ფარად იქცევა. ეს არის რეჟიმი, რომელიც ცდილობს გადარჩენას, მაშინ როცა მისი საკუთარი პროპაგანდა იწყებს შიშის მასშტაბების გამოვლენას. მე ვარ მილსონ ალვესი, გლობალი და ჩემი მიზანია ყოველდღე მოგაწოდოს სიმართლე და შეგინარჩუნო ინფორმირებულობა. ახალი ამბების ბმულები ვიდეოს აღწერაშია. მოიწონე ეს ვიდეო, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო ინფორმირებული იყო. იყავი აქტიური მილსონ ალვესის საზოგადოებაში.